ამერიკული აკადემიის მოსწავლეების ორგანიზებით ფაბრიკაში კამპანია Red Nose-ის ღონისძიებები საქველმოქმედო აქცია Fundraising for Red Nose-ით დასრულდა. აქციის ფარგლებში ორგანიზატორებმა ნახატებისა და ფოტოსურათების გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს. ღონისძიებას მუსიკალურად ახალგაზრდა შემსრულებლები აფორმებდნენ. დღევანდელი ღონისძიება არის Red Nose-ის დახურვის ცერემონია საქართველოში. იქნება გამოფენა გაყიდვა ნახატების, კრეატიული ხელნაკეთი, ნივთების და ასევე ფოტოსურათების. ეს თანხა გადაირიცხება საერთაშორისო ორგანიზაცია Red Nose, რომელიც შემდეგ ამ თანხას გადავნაწილებს იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ დახმარება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი ხალხი მოვა და შეიძენენ წითელ ცხვირებს, რაც თავარია და სხვადასხვა ნივთებს. ნამდვილად არ ველოდებოდი ჩვენ პირველ ღონისძიებაზე ამდენ ხალხს. ძალიან ბევრი ნახატი და ნივთი გაიყიდა და ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა, ვინც იმღერა, ვინც არ ვიცი ნებისმიერ რაღაც გაკეთა, ვინც უბრალოდ მოვიდა და შეიძინა. აქცია Red Nose Day, ანუ წითელი ცხვირის დღე პირველად ეთიოპიაში 1988 წელს აღინიშნა. შოუში 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც BBC-ს ეთერში გაშუქდა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც ბავშვების დასახმარებლად 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა. მოგვიანებით წითელი ცხვირის აქცია სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, რომელშიც ცნობილი ადამიანები იღებენ მონაწილეობას. ისინი ყიდულობენ წითელ ცხვირებს და იღებენ ფოტოებს ბავშვების დასახმარებლად. საქართველოს მასშტაბურ საქველმოქმედო აქციაში 2017 წლის 27 მარტს ჩაერთო. პატარების დასახმარებლად მასში არაერთი ქართველი გაერთიანდა. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებთან ერთად დღეს ვასრულებთ კამპანიას Red Nose Days. კამპანია აპრილში დაიწყო და ძალიან მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა, თუმცა ვთქვით, რომ ეს ღონისძიება განსაკუთრებული და გამორჩეულია, იმიტომ რომ მოსწავლეებმა მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს ორგანიზება, თანხის შეგროვება და ამ თანხით უერთდებიან იმ კეთილშობილურ მიზნებს, რომელიც მთელს მსოფლიოში და წელს უკვე საქართველოშიც აქვს Red Nose Days. მომწონს ახალგაზრდების ინიციატივა, მივესალმები. მე ჩემი პატარა წვლილი შევიტანე, მოვიტანე ჩემი ბრენდის რამოდენიმე სამოსი, რომელიც გაიყიდება დღეს და მეც რა თქმა უნდა რაღაც პატარა წვრილმანები შევიძინე. ჩვენ ვართ ჯგუფი ლაგოდა და დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ live performance. ჩვენგან და კიდე ბევრი ბავშვები იმღერებენ და ამით ჩვენ დავეხმარებით მეგობრებს, მოიგობარ ორგანიზატორებს საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარებაში.